ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩანგალი და მისი სპეცს გამოშვება ფლოსტი. ჩვენი გადაცემის სახელით სრულ მხარდაჭერად უცხადებთ იემენელ ჰუსიტებს. აბა თქვენი ციცმებო, რაც შეიძლება მალე ჯოჯუხეთისკენ. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, YouTube-ზე გააქტიურეთ ზარიზღილაკით თუ შეიძლება და დაგვიწერეთ მხოლოდ მომდევნო აიათოლებმა კომენტარები და თქვენი კოორდინატები. დიდი მადლობა. ზუსტი კოორდინატები მინდა თუ შეიძლება კომენტარები თუ ინაურიეთ. მოკლედ ორი კვირა არ ჩანდი, იმიტომ რომ ამ ხელა სპეცოპერაციას ირანში დაგეგმვა ხო უნდა იქ. ყველაფერი უნდა გათვალო. ძალიან წინააღმდეგობრივი იყო თავიდან. ძალიან გაჭირდა ოპერაციის დაწყებაზე ხატიას იჭინავოს დათანხმება. ტრამპს უნდოდა დაწყება. ხატიამ არაო. იყო ერთი კვირა მაგაზე გაწევ-გამოწევა, ტრამპი იძახდა რომ იკიო. ამან არაო. ნუ ბოლოს დაითანხმა ტრამპუშკა ხატიამ და დავცხეთ ირანს. ძალიან მარტივი ოპერაცია იყო. ხო გჯერათ შემიგაც. ისეთების გჯერათ, ახლა ამის არ ჯერათ? უფასო ფული. მოკლედ ეს ამბები რასაც დღეს განვიხილა, უნდა განმეხილა ცალკე მეჯდუნაროდნებში, მაგრამ მესამე მსოფლიო ომია დაწყებული და აწი მეჯდუნაროდნიში და ნაროდნი ერთ და იგივეა. ჩვენი ხელმძღვანელობაც, ჩვენი მთავრობაც, ჩვენი სუპერ დუპერ პუპერ პრომაქს ლეგიტიმურებიც ისე აკეთებენ, რომ არც წვავენ და არც ჩამფურს მოგეხსენებათ, რაც ძალიან რთულია იმ დროში, როდესაც მთელ პლანეტას ცეცხლი უგიდია, მაგრამ ესენი ახერხებენ. სუნია კამას. ოპერაციის დაწყებიდან პირველივე დღეს მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი, CEO, მენეჯერი, team leader-ი, თავმჯდომარე და უბრალოდ კარგი ადამიანი აიათოლა ალი ხამენეი. ასე იმიტომ ვაცხადებ, რომ რაც მე ბოლო წელიწადში გადამხდა, ეხლა ჩემ ჯიშს კიდე ჯილაგი დაემატოს და ჯილაკს კიდე ჯიჰადი, ეგ არ მინდა. მადლობა. აიათოლა ალი ხამენეი დაიბადა 1939 წლის 19 აპრილს და მოწამეობრივად აღესრულა 2026 წლის 28 თებერვალს ტომაჰაუკის ბალისტიკური რაკეტით. როგორმე ზამთარს თუ გადაურჩი, როგორმე ტრამპმა თუ მიმატოვა. ერთი დღე აკდა ტიპს, რომ ზამთარს გადარჩენოდა და ეგრევე ბალისტიკური ბუასილში. კარგით, 19 აპრილი არის ვერძის ნიშანი ჰოროსკოპით. ნახოთ, როგორი დღე უნდა გქონოდათ 2026 წლის 28 თებერვალს ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ დიდებულ ადამიანებს. ამ დღეს ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობაზე და სასიყვარულო რომანის დაწყებაზე მიგვანიშნებენ. ნუ მისცემთ წყენას ან ეჭვიანობას იმის შანსს, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. საკუთარი პოზიციის დაცვისას, მოუთმენლობას ან აგრესიას ნუ გამოავლენთ. სამსახურებრივი მოვალეობები მეტ ენერგიას. ბოდიში. სამსახურებრივი მოვალეობები მეტ ენერგიას მოითხოვს. თუ არის ზარმაცებთ, შესაძლოა საჭირო თანხა ბონუსის სახით მიიღო. აიათოლას ჰოროსკოპია იმ დღის. ამ დღეს დაწყებული საქმის შედეგები თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. თქვენი უხასიათობა გარშემოყოფებთან ურთიერთობაზე აისახება. მოიცა ბოლოში ნახე რა წერია. ყურადღება მიაქციეთ კუჭნაწლავის პრობლემებს. ესე იგი, მეგობრებო, ამ ხელა ტექსტი წავიკითხე და არსად ტომაჰაუკი არ არის ნახსენები. მაგრამ ბუასილი და კუჭნაწლავი არის ნახსენები და რაკეტა სავარაუდოდ. შეიძლება ქარაგმებით გვესაუბრება ჰოროსკოპი, რაც გაიგო. მოკლედ განსაკუთრებით მიაქციათ კუჭნაწლავის პრობლემას ყურადღება 87 წლის ხალხმა განსაკუთრებით თუ ტომაჰაუკი მოხვდება ტრაქში განსაკუთრებით იწვევს რაღაც გართულებებს. მეორე საიტი ამბებიჯი 28 თებერვლის ჰოროსკოპზე გვეუბნება. ვერძების ჰოროსკოპზე. 28 თებერვალი საბედისწერო. 6 პლანეტა ერთ ხაზზე მწკრივდება. ვის უმზადებს კოსმოსი, დიდ დარტყმას და ვის გაუმართლებს. ეს საინტერესოა. ამბებიჯი თუ მოსადის იყო, არ მეგონა, მაგრამ სიმართლე ნამდვილად არის აღწერილი. 6 პლანეტა დამწკრივდა, ანუ 6 რაკეტა დამწკრივდა და მოხვდა ვერძების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცხონებულ მოწამეს. ეს უკვე სწორი იყო, ეს უკვე მომეწონა. აი დონალდ ტრამპი კი არის ტყუპები. ივნისშია დაბადებული. ეს ბუნკერ გამტარი ბომბი იყო, ნუ მიაქციოთ ყურადღებას.
მოკლედ დონალდ ტრამპი არის ტყუპები ჰოროსკოპის ნიშნით და ნახოთ 28 თებერვალს როგორი დღე უნდა ჰქონოდა დონალდს. ახალი ნაცნობობის, სასიყვარულო პაემნებისა და სიყვარულის აღიარებისთვის მშვენიერი დროა. გირჩევთ წარსულის შეცდომებისა და წარუმატებლობაზე ნაკლები იფიქროთ, რასაც ტრამპი ზოგადად არასდროს აკეთებს. მომავლისკენ გაიხედოთ. პრობლემების მოგვარებისა და მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ნეთანიაჰუს ან კოლეგებს თხოვოთ. მერცი. გამორიცხული არ არის, რომ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ვარსკვლავები რა, პენტაგონი. ისეთი თანამიმდევრები იპოვოთ, რომლებსაც პასუხისმგებლობას გაუნაწილებთ. არაბული ემირატები, თურქეთი. ამ დღეს სხვადასხვა იდეებსა და გეგმებზე ნაყოფიერად იმუშავებთ. თუ გასტრიტისკენ მიდრეკილება გაქვთ. ჯობს უახლოესი დღეების მანძილზე დიეტა დაიცვათ. ეს კუჭნაძავის პრობლემები მოკლედ ნამდვილად ორივე შემთხვევაში საინტერესოა. დონალდიც არ არის 19 წლის. ნუ აშკარად იმან უფრო ვერ მიხედა კუჭნაძავის პრობლემებს. იმ მცხონებულმა, მისი დარი ქვა იყოს. ქვა რა ის ნანგრევები. სადაც მოყვა. ირანის კრიტიკულ სიტუაციაზე რუსებმა მათმა თავარმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ რა ვქნათო ჩვენთვისო დახმარება არ უთხოვია ირანს და არ ვეხმარებითო. რა ვქნათო? ბიჭო, თქვენს უახლოეს მაგას პირშია გაღებული ტომაჰაუკის რაკეტები. დახმარება რანაირად უნდა გთხოვოს. ბუნკერ ბასტერსის ბომბები აქვს პირში აღებული ერთი კვირაა. ხო ხედა, ლუღლუღის და ორალის ხმები, ხო გესმის? მიეხმარე, შეშობენძაღლო, დახმარება რანაირად უნდა გთხოვოს. ვერ ლაპარაკობს, ტიპი. ვახ, მაგრამ პრინციპში თქვენც რას გერჩით ეხა? თქვენც ყველაზე ხანგრძლივ მინეტს აკეთებთ დონეცკში უკვე 5 წელია, რა ყბები გაქვთ ნიადაც. კოჩახ. მალაცი. აიათოლა ხამენეის მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ გადაწყვიტეს 88 სხვა წევრმა ამ საბჭოსი რომ ახალი აიათოლა აერჩიათ. არჩევის პროცესში ამ შენობიდან კვამლი, ჭვარლი, ასბესტი ამოვიდა ერთდროულად. რაც იმას მოწონდა, რომ ახალი აიათოლა ვერ აერჩიეს. ძალიან უხეშად ჩაერია ტომაჰაუკები ირანის შიდა საქმეებში. პირდაპირ უხეშად. ეს კიდევ ერთხელ მოწონს იმას, როგორ გაყვა ტრამპი მონროს დოქტრინას და როგორ აირჩია მხოლოდ საკუთარი ნახევარსფერო და აქეთ აღარაფერში აღარ ერევა. როგორც პრორუსები პროგნოზირებდნენ და გვეუბნებოდნენ. ყოჩახ, თქვენ გაიხარეთ. ტოტალიზატორი გვათამაშეთ ბევრი. კარგი, მოდი მოვჩოთქოთ კიდევ ერთხელ. ესე იგი, აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა და მაგას მოყვა მერე მალევე იმ 88 საბჭოს წევრის დაღუპვა. ეგ არის შენი 99. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითო წამებულს 64-ში ელოდება 72 ქალწული, ეს გადამრავლებულია ამაზე, ამის 6480 ქალწული ელოდება ჯამში ამ 99 ადამიანს. 90 დავამრგვალი და ეგრე გამოდის. ამას გამოვაკლოთ ის პროცენტი ქალების, რომელიც პროსტა არ მოგცემთ. ამას კიდევ დაემატება ქალების ის ნაწილი უნდა გამოვაკლოთ დაახლოებით 80%, რომელიც სრულწლოვანი იქნება და თქვენ ეგეთები არ მოგწონთ. ამას გამოკლებული ქალები, რომელსაც იმიტომ უბრალოდ დახოცავთ, იმიტომ რომ ქალები არიან, ესეც ასე. და ამას პლუს DG 20%. და დაგვრჩა, ესე იგი, რო გამოვიდა 6.45 ქალი დაგვრჩა თითო წამებულზე. რა ვიცი, თუ გეყოფათ უნდა იკმაოთ თუ არა და რა ვიცი, სხვა თქვენ თვითონ უნდა მიხედოთ საქმეს. რა ვქნათ? კრიზისია ძმაო. ომია. სრუტე დაგეტილია, ქალიშვილები აღარ იშოვება. წაიღო ეპშტეინმა სულ. ესე იგი, აშშ და ისრაელი მე-9 დღე დაიწყო უკვე განუწყვეტლივ ბომბავენ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს, დაიწყო ასევე ნავთობგადამამუშავებელი სისტემის დაბომბვები.
ამერიკამ დაიწყო ბევრი ტიპის სტრატეგიული ბომბდანშენების გამოყენება, რომლებიც massive ordnance penetration ბომბებს წყლიან ირანის ღრმად ჩამარხულ ბირთვულ ობიექტებზე და ასევე საცავებზე. ანუ ეს ბომბები არის ფოლადის გარსით და დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეში ჩადის მიწაში და მერე ფეთქდება. ესე იგი, აიათოლა თვითონ არ ჯოჯოხეთში არ არის უსაფრთხოდ. შეიძლება ეგ შანთი გაყრილა კიდე ხედან ბომბი ჩამოვარდეს. აი ის ხო ანუ ჩავა ჯოჯოხს რაღაც მომენტში ხო ჩააღწევს. რა ვიცი. გეუბნებოდნენ არებლადაო და არა, ჩუსტები გვაქონა. კი ბატონო. ჩუსტი მეც ვაქაგერ, მაგრამ რა ვიცი, მოსადის გადაკიდებას მიჩვენია, კაქტუსი დავიტრიალო ტრაქში. რა ვიცი. მოკლედ ჯოჯოხეთშიც კი არ არიან უსაფრთხოდ ალი ხამენეი და მისი 88 მოადგილე. 88 მოადგილე ყოლია ხამენეის, ორით ნაკლები ვიდრე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს. ესე დაემთხვა. არანაირი დამუქრება. კარგით, როგორ რეაგირებს ამ საფრთხეებზე თვითონ ჩვენი სახელმწიფო და როგორ უნდა დავიცვათ თავი ირანიდან ან გარშემო ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებისგან. მე გეტყვით, მარნეულის მეჩეთში დონალდ ტრამპი დაწყევლეს. გასაგებია წევლა მესმის. წევლა ისეთი რამე, ამ ფილმებს იღებენ წევლაზე. მე ვინ ვარ, რომ წევლა შევეწინააღმდეგო. მაგრამ მე როგორც ქართული ბებიების ხელში გაზრდილი, მაინტერესებს როგორი ტიპის წევლა იყო. წევლა დიდია ძმაო. წევლა არის შენ არ აგირია გვერდებიდან დაწყებული, შენ არ მიხვედი სახში სოცხალით გაგზელებული. შენი კუბო დავდი ადრე და მალე დამთავრებული. როგორი ტიპის წევლა იყო, რო ვიცოდეთ, იმიტომ რომ ტრამპს თუ რამე მოვიდა. ჯვარის სერია. ხო უნდა ვიცოდეთ თქვენმა წევლა იმუშავა თუ ასაკმა უწია კაცს. უბრალოდ ეგ დაგვიკონკრეტეთ, თორე თვითონ სახელმწიფო დაცვის კუთხით კარგად მუშაობთ. ლაიკი. მთელი ამ 9 დღიანი ომის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის კომბინირებულმა არმიამ ჯამში დაკარგა მხოლოდ და მხოლოდ 3 F-15 იგლი ტიპის გამანადგურებელი. გადარჩა ყველა გამანადგურებლის ყველა პილოტი, სახსალამათებელი არიან და კარგად არიან. როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე ეს გამანადგურებლები ირანს კი არ ჩამოუგდია. ჩამოუგდია ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებს მეგობრული ცეცხლით, ანუ ირანელების ეგონა. ვითომ მეგობრული ცეცხლით ჩამოაგდესო. მაგრამ რა ვიცი, ვიდეოები გავრცელდა და ყველა პილოტი ქალია. ვითომ იქაც გადაუგრა რაღაცა სიზრულელექნა? გილოცავთ ქალებს რამაც, მრავლს დაესწარით. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. როგორც გაირკვა, რადგან საქართველოს არანაირი თავდაცვის სისტემების სამხედრო შეიარაღება და რაღაც ობიექტები არ გააჩნია, ირანი ვერაფერს ვერ იპოვის დასაბომბად და ისევ კახეთში დაარტყამს ვენახებს. აჩეხვა პრომაქსი. ბალისტიკური რაკეტებით აგვიჩეხეს, ასე 500 წელიწადში ესე ეწერება ჩვენ ისტორიის წიგნებში, რომ ჩვენმა მთავარ მოკავშირემ ბალისტიკური რაკეტებით აგვიჩეხა ვენახები 2026 წელს. კარგით, საბოლოოდ რაც შეეხება ჩვენი გადაცემის პოზიციას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი გადაცემიდან მე რაღაც ქარდები კეთდება დასანქცირებულ ტელევიზიების ონლაინ პეიჯებზე და მე ამას ტრამპი კითხულობს და მნიშვნელოვანია. ამიტომ მე უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ცალსახად და აშკარად ხალხს უჭერთ იმ ქვეყანას, სადაც დაიბადა ჩვენი ღმერთი, ჩვენი ქრისტიანული რელიგიის მთავარი პიროვნება და ღმერთკაცი. აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ირანმა ამ ომში და აუცილებლად უნდა დამარცხდეს ისრაელი, იმიტომ რომ ჩვენ ისრაელი გვაწამებდა და გვტანჯავდა სულ. რაებს გვიკეთებდა საუკუნეების განმავლობაში, მეფეებს გვიხოცავდა, ქალებს გვიხოცავდა, შვილებს გვიხოცავდა, ბავშვებს გვიხოცავდა, ვაზებს გვიჩეხავდა, მაგრამ ირანი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის მეგობრათა სადარაჯოზე. ეს პოზიცია უნდა ეჭიროს ზოგადად ქვეყანასაც. ნამდვილად უნდა დაუდგეთ მეგობარს გვერდში. ყოჩახ. მე ვემთხვევი ჩვენი ქვეყნის პოზიციას ამ საკითხში. ყოჩახ. დავემთხვით. კარგით. დღეისათვის სულ ეს იყო ქალების ბულინგი. მე ცემაზე და მე რაღაცებს მე დავამუყავებ. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, ირანისკენ მივდივართ და ხო უნდა აუწყო ფეხი. ჩვენი ბედი ხო აშხაბადში და თეირანში წყდება. გამოიწერეთ თუ შეიძლება ჩვენი არხი. YouTube-ზეც გამოიწერეთ, Facebook-ზეც, Instagram-ზეც, TikTok-ზეც. ჯერ რაც არ დაუბლოგია სახელმწიფოს, ყველგან გამოიწეროთ. YouTube-ზე გააქტიურეთ ზარის ღილაკი და როგორც ვკითხარით, ყველა ვინც ირანის მომხრეები ხართ და ირანის ეხმარებით ამ ომში, დაგვიწერეთ კოორდინატები, თქვენ თუ შეიძლება რომ მოვიდეთ და გადაგეხვიოთ. მადლობა. შალომ. ეს მაგარი ბომბა გადაცემა გამოვიდა, ხო? შეიძლება მომდევნო აიათოლას ესრულონ.